პირველ რიგში უნდა ვთქვა ძილის ხარისხთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად პრაქტიკაში ჩვენ ვაწყდებით ადამიანს ეკითხები ძილთან მიმართებაში და ხშირად პასუხობს, რომ გუგაიქიბო მე ძილის დარღვევა არ მაქვს, იმიტომ რომ ჯერ დავწვევი თუ არა 5 წუთში მეძინება და ამიტომ ასეთ შემთხვევაში როცა ცდილობ რომ აუხსნავ თქვათ რამდენად მნიშვნელოვანი ძილი, თავიდანვე ასე თქვათ უარზია რომ მე ძილი იმდენად კარგი მაქვს, მადულად ვიძინებ, რომ მე ძილზე არაფერზე არ დამახმარო, ანუ რაღაცა თითქოს ბლოკს აკეთებს ამის. და მე ამის მერე გვიწევს ძალისხმევა იმის, რომ რა თქმა უნდა, ვერ დაძინებაც არის პრობლემა, მაგრამ ადვილად დაძინება, ჩაძინება, ძილის უწყოდება სულ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ძილის ხარისხზე ვისაუბროთ და ჩვენ რომ ასეთი რთული სქემებით არ შევხედოთ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დასვენებულობის შეგრძნება არის ალბათ მთავარი კრიტერიუმი, როდესაც ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ძილი იყო თუ არა ხარისხიანი, ანუ ძილმა შეასრულა თუ არა თავისი ფუნქცია, ანუ გამოვიძინე და დაისვენა თუ არა, ჩვენ არა მარტო ფსიქიკამ, არამედ ორგანიზმაც, იმიტომ რომ არა მარტო ტვინის უჯრედები ისვენებს ამ შემთხვევაში, ანუ მთელი ორგანიზმის დასვენება ხდება. რასაც ტემპერატურა ქვეითდება და მთელი ბიოქიმიური კასკადი მიმდინარეობს და თუ არ გაიწმინდა თავის ტვინის ძილის დროს, ადამიანი იღვიძებს არანორმალად დაღლილი და ისევ ძილი უნდება მერე. აქედან გამომდინარე მენტალური ჯანმრთელობა დგას პირველი ტოპი და შემდეგ მოდის უკვე სხვა ორგანოთა დაზიანებები და დაავადებები. აი ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ შიშის გამო, აი მაგალითად ამ ძალიან ძლიერი სიხარულის გამო ადამიანს გული გაუჩერდა და მოკვდა, ხო? ანუ იმხელა გავლენა შეიძლება წამოვიდეს თავის ტვინიდან ნეირომედიატორული სახით. ანუ ხა ჩვენ ვიცით რომ ისეთ ავტონომიურ სისტემაზეც კი როგორიც გულია. ისეთ ავტონომიურ სისტემაზე როგორიც გულია